სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 და დაბადებიდან 93 წლის თავს მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ამ სიმბოლურ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ორგანიზებით საზოგადოებისთვის წმინდა ოთხთავი მოქვის სახარების უნიკალური მინიატურებით წარდგენა გაიმართა. ეს არის წიგნი, რომელიც სიწმინდეს, ისტორიასა და ქართველთა სულიერებას ერთ სივრცეში აერთიანებდა. მოქვის სახარება ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ისტორიული საგანძური ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სულიერი მასაზრდოებელი, განსაკუთრებით ჩვენთვის აფხაზეთელებისთვის. მე უზომოდ მადლიერი ვარ საქართველოს საპატრიარქოსი უწმინდესის ლოცვა კურთხევით გამოიცა ახალი რედაქცია, რომელიც არის უნიკალური, ძალიან დახვეწილი, ძალიან დეტალურად და სკრუპულოზურად შემუშავებული და მე იმედი მაქვს უწმინდესის ძალისხმევით და ჩვენი საპატრიარქოს ერთობლივი მუშაობით სწორედ სულიერად განმტკიცდება ჩვენი ერი და ქვეყანა და ძალიან მალე გაბწყინდება საქართველოს. პროექტი განხორციელდა ფონდი კანანელისა და მისი ხელმძღვანელის არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, თბილისის სასულიერო აკადემია სემინარიისა და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. წმინდა ოთხთავის მნიშვნელობაზე ლაპარაკი ბევრი შეიძლება, მაგრამ გამოვუყობ ტექსტს, რომელიც ყველა ხელნაწერის მიხედვით არის შეჯერებული და ამით წარმოადგენს უნიკალურ ტექსტს და აღნიშნავდი ცალკე, რომ ეს საზედაო ასოები, ასომთავრულები, რომელიც უძღვის მხედრულ ტექსტს, ამით ცოცხლდება ჩვენი უძველესი ასომთავრული დამწერლობა ერში და ვიტყვით, რომ ასომთავრული დამწერლობა კი არ გქონდა, არამედ გვაქვს. წმინდა ოთხთავი მოქვის სახარების წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, საქართველოს საპატრიარქოსა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიება, რომელიც პატრიარქის სულიერებასა და ეროვნულ ღირსებას ეძღვნებოდა, დამსწრე საზოგადოებაში ნდობის, ერთიანობისა და იმედის განცდას ტოვებდა. ყოველი ხელნაწერი ოთხთავისა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესრულებულა, ეს არის ნიშანი ერის, მაღალი სულიერების, დიდი ინტელექტის და აი ამ გახსენება ამ დიდი კულტურის, ამ დიდი ინტელექტუალური მემკვიდრეობის ეს არის ერის დაბრუნება თავის ფესვებთან. წმინდა ოთხთავის უნიკალური მინიატურებით გამოხატული სიწმინდე, სულიერი სიმდიდრე, ერთიანობისა და სარწმუნოების ძალა გახდა ღონისძიების მთავარი გზავნილი.